8 მარტს ქალებს ყვავილებს ჩუქნიან, მაგრამ ამ დღის ისტორია ყვავილებით არ დაწყებულა. ეს დღე იმ ქალებს გვახსენებს, რომლებმაც 1919 წელს პარლამენტის კარი პირველად შეაღეს. არა როგორც სტუმრებმა, არამედ როგორც გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა. ვინ იყვნენ ეს ქალები, როგორ მოხვდნენ პოლიტიკაში და რა ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ დარბაზში საკუთარი ხმა გაეჟღერებინათ და საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ. სწორედ მათ ისტორიას გავიხსენებთ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები 1919 წელს თებერვალში ჩატარდა. პირველივე არჩევნებზე ქალებს უკვე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, მეტიც 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო. ქრისტინა შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, მინედორა ორჯონიკიძე ტოროშელიძე, ელისაბედ ნაკაშიძე ბოლქვაძე და ელეონორა ტერფარსეგოვა მახვილაძე. ისინი წარმოადგენდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და აქტიურად იყვნენ ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში, განსაკუთრებით განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. ამ ქალბატონებს ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ერთი საუკუნე გავიდა. ქალები დღეს ყველა სფეროში არიან. გადაწყვეტილების მიმღებებიც, ლიდერებიც, დედებიც და თავისთავად ყველა საქმიანობაში პროფესიონალები. და ვინ განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი? ნამდვილი ქალი შენი ქვედაბოლო ძალიან მოკლეა. შენი ქვედაბოლო ძალიან გრძელია. გაიგეთ ემატიაში ჩაიგდო ფრიმალები, გაიგეთ წარბი, მაგრამ ბუნებრივი წარბი უკეთესია. თუ საცი ბლაში, პუტრი, ბრონზერი, ჰაილაიტერი, შენი ქვა ძალიან მოკლეა, შენი ქვა ძალიან გრძელია. შეიძლება თმა ძალიან ბუნებრივი ფერის უნდა კონდეს, უნდა გამოიყურებოდი ახალგაზრდოდ. სიბერე ლამაზი არ არის, არ უნდა იყო ღარიბი. იმუშავე ბევრი რამდეს მუშაობ. ნუ იქნები მონა, იყავი დამტოვი, კაცებს არ მოწონს მეტად დაუმორჩილებელი ქალები. დიახ, იყავი ძლიერი, იყავი მზრუნველი, იყავი წარმატებული. ამასთანავე იყავი ლამაზი და რაც მთავარია, ყველაფერი მოასწარი. სახელოსნო 42-ში დადგმული სპექტაკლი ტუცი საინტერესო მეტაფორაა. კაცი მსახიობი ქალის როლში გვაჩვენებს, რამდენად რთულია იმ ჩარჩოში ცხოვრება, რომელსაც საზოგადოება ქალს უყენებს. სხვა გოგოებს ნუ გავხარდებს ულაპარაკობ, რატომ ხარ ასეთი ჩაკეტილი, ნუ ხარ ემოციური, ნუ დირი. თამაშანი გზნობებით კირილი მოსადი სადილი. და კაცი დასაწყელი იყავი ბედნიერი, ნუ სვან ბევრს, მარტო ნუ საერთოდ უცხო ადამიანს ნუ უღიდი, ამ დროს ნუ იღვიძე, ასე ნუ კაცვია, ხალმე გალეთ არ გახვიდე. არავის საერთოდ არ თქვა კი, არ თქვა არა, იყავი გასული ქალი. ის რაც ყველას გონია შედარებით თავქარიანი ისეთი საქმიანობა, სინამდვილეში არის თავგანწირული ადამიანების სარბიელი და ნიკა კუჭავა კიდე შეიძლება ნიკა კუჭავასმაც გადაწყვიტა, ფაქტორმაც გადაწყვიტა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მომეჩვენა ძალიან მისთვის იქნებოდა სასარგებლო აბსოლუტურად განსხვავებული ესეთი ცოტა გროტესკული როლი. ჩემთვის ქალი არის ყველაზე კარგი ქმნილება ამ სამყაროში, რაც კი შეიქმნა, რაც გამოვიდა კარგად, ეს არის ქალი. დანარჩენი ყველაფერი ნაკლებად არის კარგად გამოს, ყველაფერი შეცდომით არის, ყველაფერში არის რაღაცა კომპრომისები და ქალს ნებისმიერ ქალს თუ ის ბედნიერია, მას შეუძლია უზარმაზარი შუქი მოფინოს ყველაფერს. თუ ის ბედნიერია, უბედური ქალი არ უნდა იყოს ამ ბანდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ კომედიას ხო სადღაცა სიღრმეში კონდეს რაღაც სათქმელი. და რა თქმა უნდა, თუცის აქვს სათქმელი. საკმაოდ მძიმე არის ჩემთვის, მაგალითად ეს ნაწარმოები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ძალადობა რაც შეიძლება ნაკლები ძალადობა იყოს საერთოდ სოფლიოში. და მე მგონი, რომ აი ეს მონოლოგი, რომელიც მაქვს ამ სპექტაკლში, ეს არ იყო ტუციში. ეს არის ნაწარმოებში, ეს შემდეგ ბატონმა ლევანმა ჩასვა. ეს მონოლოგი მე მგონი პატარა აგურს რა თქმა უნდა ვერც ქვას, მაგრამ პატარა კენჭს დებს იმაში, რომ სოფლიო ბრძოლაში იმისთვის, რომ ქალი არ უნდა იყოს დაჩაგრული. ეს ყვავილების სიმბოლოა, 8 მარტის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ქალის მნიშვნელობა სიმბოლოებზე ბევრად დიდია. ქალს ხშირად ეუბნებიან, რომ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ იშვიათად ეკითხებიან, როგორი არის ის სინამდვილეში. ყვავილები კარგია, საჩუქრებიც რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ კითხვა სხვაგვარად დავსვათ. სინამდვილეში რა სურთ ქალებს? დღეს 8 მარტია და უნდა შეგაწყვეტოთ. ხომ არ გეხნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ქალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია.
ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედა თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისაცვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსებით გიწერია, იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ.